მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელერადიო მოწყობილობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სოციალურ თემატიკას მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი ვარ და მომდევნო 40 წუთის განმავლობაში ვისაუბრებ თქვენთან ერთად ძალიან საინტერესო თემებით 03223885 მაყურებელს პირდაპირ ეთერში შეუძლია დაგვირეკოს და მიიღოს გადაცემაში მონაწილეობა ეკონომიკის დოქტორი ბატონი ნიკა შენგელია დღეს ჩვენთან ერთად მოგესალმებით ბატონი ნიკოლოზ დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი საღამოშტობის მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. კარგი დღეს და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა, ბატონიკა. პირველ რიგში მე მინდა მსოფლიოს შეჯამებით დავიწყოთ იმ პრობლემებით, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ხდება და შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოზე როგორ აისახება. დიახ, მაშინ დავიწყოთ იმით, თუ რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში, რა ახალი ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემებია, გამოწვევებია. ეხლა მაშინ ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩვენ 2019 წელს დავიწყეთ ამაზე საუბარი, როდესაც ჯერ კიდევ ბრექსიტი ხდებოდა, რომ 4 წელიწადში შეიძლება თქვა მსოფლიო ფინანსური სისტემა, ფაქტობრივად ის ფინანსური სისტემა, როგორც ასე ბრეტონ-ულსის სისტემა იწყებს ჩამოშლას, მეთქე ეს უკვე დღეს სახეზეა, ფაქტობრივად ჩამოშლილი ეს სისტემა არსებობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, ქვეყნები ერთმანეთს უწესებენ ტარიფებს, თავისი სურვილის მიხედვით და ეხლა მოდი ესე ვთქვა ახლა რომ არ მივედოთ ცალკეულ ქვეყნებს დავიწყოთ თუ რა ხდება ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანაში ეს ამერიკაზეა საუბარი და რა თქმა უნდა მსოფლიო ეკონომიკა ერთი ქსოვილია საქართველოს ამ ქსოვილის ერთი რაღაც შემადგენელი ამ ჯაჭვის რაღაც პატარა უჯრედია და რა თქმა უნდა რაც მოხდება იქ შემდეგ ყველა მსოფლიოში აისახება ყველა ქვეყანაზე ყველა ქვეყანაზე ეს არის გარდაუვალი რომ ასე იქნება დავიწყოთ ახლა ჩვენ ხედავთ რომ რაც ახალი მთავრობა მოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი რაც განაცხადა დაიწყეს დავუშვათ ციფრულ ვალუტაზე თქვა და ასე ბჭყალებში ციფრულ ოქროზე ანუ ბიტკოინზე საუბარი და ეს სახელმწიფო რეზერვში შეიყვანეს ბოლო განცხადებით რომელიც 3-4 დღის წინ იყო გაკეთებული თქვეს რომ აი ბიტკოინი განათავსა ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ სტრატეგიულ რეზერვად, მაგრამ გამოაცხადა, რომ შესყიდვას ბიუჯეტური თანხით არ გააკეთებენ, თუმცა 200,000 ბიტკოინი, რომელიც ბალანსი აქვს, მას არ გაყიდიან. ფაქტობრივად ამ განცხადებას მოყვა ის, რომ ბიტკოინის ფასი, რომელიც აწეული იყო და გაცდენილი იყო $100,000, ჩამოიყვანა $80,000-მდე მისი ფასი და მასზე ახლა ნეგატიურად მოქმედებს ის, რომ სახელმწიფო სახსრებიდან მოხდება მისი შევსება, თუმცა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოხდება შეძენა ბიტკოინის, მაგრამ სხვა სახსრებიდან, აქ იგულისხმება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება სამოქალაქო დავებიდან, გარიგებების, არასწორი გარიგებების კუთხიდან, აი მოქალაქეებზე ჩამორთმეული ციფრული ვალუტა, ასევე აზიაში განთავისებული ტოკენიზირებული აქციების გაყიდვით და სხვა სახსრებით. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ბიტკოინმა ციფრულმა ოქრომ თავისი აქტუალობა კვლავ შეიძინა მიუხედავად იმისა რომ მისი ფასი დღეს ჩამოწეულია სადღაც $81,000 ფარგლებშია მაქსიმუმ რაც შეიძლება ჩვენი ვარაუდია პროგნოზია ეს დაეცეს ეს არის შემოვიდეს $70,000-$75,000 შუალედში და მას შემდეგ კვლავ მოხდება მისი ფასის აწევა და გამორიცხული არ არის ესე ჩვენი ვარაუდია ბიტკოინის ფასი კვლავ გაცდეს $100,000 და შემდეგ მოხდეს მისი გაყიდვა მასობრივად თუნდაც იმ 200,000 ბიტკოინის ოდენობით რომელიც რეზერვებს აქვს ამერიკაში სტრატეგიულ რეზერვად არის შემონახული და შემდეგ დაეცეს ბიტკოინის ფასი თითქმის თქვა და ასე განულებამდეც კინოეს ბჭყალებში და ამით შეამცირონ სახელმწიფო ვალი. ახლა რა პრობლემები აქვს გარდა ამისა ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს არის ვალი ბიუჯეტის ვალი რომელიც დაუგოვდა ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან ასევე პრობლემა უმშევრობის კუთხით ძლიერდება, ანუ დაიწყეს სახელმწიფო ორგანიზაციებიდან თანამშრომლების დათხოვება და მარტო თებერვალში 172 ადამიანია და 12,000 ადამიანია დათხოვილი, რაც იანვართან შედარებით 240%-ს
240% შეადგინა, ანუ 240%-ით მეტი ადამიანი დაითხოვეს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებიდან ითხოვენ იქ ხალხსამსახურებიდან, არამედ ფაქტიურად მას უკვე ემატება კერძო სექტორიც. ახლა გადავხედოთ ამ პროგნოზებს, როდესაც დეკემბრის ბოლოს 2024 წელს გააკეთეს პროგნოზი, რომ ამერიკის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იანს დასელოდებიან, შემდეგ დააკორექტირეს და აკლეს 1.5% და უკვე გამოაცხადეს ახლა რამოდენიმე დღის წინ, რომ 2.5%-ით ელოდებიან ზრდას. ჩვენ ამის შესახებ ერთი წლის წინ ვსაუბრობთ, რომ ამერიკის ეკონომიკა შედის ნელ-ნელა რეცესიაში და ახლა როდესაც ვაკვირდებით ბირჟაზე ინდიკატორების მაჩვენებლებს, ჩვენ ვიტყვით ამას, დავიტყვით, ჩვენ შეიძლება არა მარტო რეცესიის მომსწრე ვიყოთ, არამედ შეიძლება ყველაფერი დეპრესიაში გადავიდეს. ხა მარტივი ენით რომ თქვა მოსახლეობისთვის ეს ნიშნავს შემდეგს, თითეული შემცირებული მთლიანი შიდა პროდუქტი ნიშნავს იმას, რომ 1%-ით შერო შემცირდება დაახლოებით 100,000-მდე ადამიანი ცოტა მეტი კარგავს სამუშაო ადგილს. ისევ მარტივი ენით ვიტყვი, რომ დაკარგული სამუშაო ადგილები ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი შეამცირებენ შესყიდვებს, მოხმარება შემცირდება, ბიზნესი შენელდება და რა თქმა უნდა გარკვეული პრობლემები იწყება ამ კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ, რომ დოლარზეც ეწოლა, ხო, დოლარის ინდექსი მოყოლებული იანვრიდან ეცემა. აი რუბლის გამყარდა, ხო და აი რა ხდება და ანუ ინდექსი ეცემა. რა არის თქვენი პროგნოზი კურსამდე? დიახ, აი დოლარი ეცემა, მისი სიძლიერე კარგავს კურს, აქციები ეცემა, იმიტომ რომ აქციების დაცემა რომ გამოიწვია, ანუ ამერიკის ბირჟის სტანდარტ ფულის 500-ის ინდექსი ძალიან დაცემულია. ეს გამოიწვია ტრამპის განცხადებამ, ჩვენ ვიცით 50%-იანი ის დაუწესა კანადას გადასახადები, კანადა მას თავის 8 მილიარდის იმპორტზე დაუწესა 25%-იანი გადასახადი, ახლა ევროპას დაუწესა დაახლოებით 20%-იანი თუ არ ვცდები, თუ აპრილიდან შედის ზალაში, ევროპაც შესაბამისად აწესებს აქციას, ფაქტიურად ეს ძალიან დარტყმა იქნება ამერიკული ბიზნესისათვის, როგორც ევროპული ბიზნესისათვის და უკვე ძნელი მისახედველი არ არის, სად გადანაწილდება ახალი ნედლეული შესყიდვები, ხო, იმიტომ რომ ეს სანქციები დადებული იყო კანადაზე მეტალებზე, ხე-ტყეზე, ევროპასთან ალუმინზე, სპილენზე და სხვადასხვა ფერად ლითონებზე, ხო? დამატებული აი ამ ფაქტიურად დოლარის ინდექსი, აი აქციების ფასების ვარდნა, ეს უმუშევრობის და ხო, რა თქმა უნდა, როდესაც ეს სამი პარამეტრი ეცემა, ერთადერთი რაისი ფასიც მოიმატებს და მოიმატა ამან, ეს გახლავთ ოქრო და თუ გავხსენებთ 2019 წლის ჩვენ გრძელვადიან ანალიზს, რომელიც გამოქვეყნებულია რამოდენიმე ბეჭდვით მედიაში და ასევე სტუდიებშიც და ტელევიზიებში ჰქონდა საუბარი, ჩვენ ვიამბობდით, რომ ოქროს ფასი გადაცდება $2,500 და ახლა ოქროს ფასი მიახლოებულია $3,000-მდე და შეიძლება გადაცდეს ფასი, ანუ ინვესტორებმა თავშესაფარი ნახეს ოქროში. და ყველა ცდილობს ოქროს შესყიდვას, ყველა რა ამერიკის ბანკები, ჩინეთის ბანკი, ინგლისის ბანკი, პოლონეთის ბანკი აქტიურად ცდილობს შეისყიდოს და რეზერვები გაამყაროს ოქრო. და ჩვენ ბანკსაც რაღაც 7 ტონამდე ოქრო აქვს ახლა შეძენილი, ანუ ერთადერთი რეალური აქტივი ხდება ეს ოქრო და ბრწყლებში ციფრული ოქროც, რითაც შეიძლება რეზერვები გაიმყარონ. ანუ საუბარია იმაზე, რასაც საუბრობდით 5 წლის წინ, რომ ჩვენ საქმე გვექნება ზონალურ რეგიონულ ვალუტებზე, იქნება ახალი ფულადის სისტემა ჩამოყალიბდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რესპუბლიკელმა სენატში შეიტანეს უკვე კანონპროექტი ფედერალური სისტემის გაუქმების თაობაზე, როგორც კი ეს როგორ ჩატარდება იქ ზუსტად არ ვიცი, როდესაც მისი განხილვა, თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდ ზეწოლას მოახდენს დოლარზე, ანუ არ უნდა გამორიცხოთ და არის იმის ალბათობა მაღალი, ეს დოლარისაც ჩვენ ხედავთ შეიცვლება, რა თქმა უნდა და იქნება სახელმწიფო ციფრული ამერიკული ფული, რაზედაც ჩვენ ადრე ვსაუბრობთ და ყველა ქვეყნები ნელ-ნელა გადავლენ თავიანთ ციფრულ ვალუტებზე, ხო? ჩვენთანაც უნდა ჩარშან დეკემბერში შემოეტანა რაღაც პროცენტი ციფრული ლარის, თუმცა რაღაც ეს პროექტი შემდეგ შეჩერდა, თუმცა როგორც ვიცი, ეროვნული ბანკი მზად არის ამ პროექტის ჩაშვებისათვის.
მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, ანუ თუ ნომერ პირველი ქვეყნის ეკონომიკაში პრობლემებია, რა თქმა უნდა, ეს გადაეცემა სხვა ქვეყნებსაც, მით უმეტეს, როდესაც ზოგადად დაანონსებულია სატარიფო ომი ჩინეთთან, მოგეხსენება აზიის ქვეყნებთან, ევროპის ქვეყნებთან, ეს ესე მარტივად არ ჩაიგვის და რა თქმა უნდა, ამას გარკვეული ეფექტი ექნება და გავლენა ექნება საქართველოზე, თუმცა მე ვიტყოდი ამას, რომ ყოველივე აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი გამოცდების წინაშე დგება და გამოწვევების წინაშე დგება და ეს ყველაფერი უკვე შესამჩნევ ფაზაში შევა 6 თვის შემდეგ, აი მინიმუმ 6-8 თვე, აი ესე გააქვთ, ანუ ერთ-ერთ ეს პერკეტები ყველაფერი სანქციები ამუშავდება, მაქსიმუმ 6-8 თვეში, ანუ მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ვიგრძნობთ უკვე საქართველოშიც ამ შედეგებს, თუმცა ჩვენთან ცოტა სხვა ვითარება, ცოტა სხვა ეკონომიკა ბუნდოვანი, ამაზეც არაერთხელ ვისაუბრია და ალბათ დღესაც მოგვიწევს საუბარი. რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ სანამ ამ თემაზე განვაგრძობთ ბატონიკა საუბარს, მე მინდა გკითხოთ ის, რაც აწუხებთ ადამიანებს, ეს არის გაზრდილი ფასები, რა თქმა უნდა. კურსიც, გაზრდილი ფასებიც, მომსახურება, ჯანდაცვის სფეროსი და ასევე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, რაზეც ძალიან გაიზარდა ბოლო პერიოდში ფასი, მაგრამ სამწუხაროდ არ გაზრდილა დასაქმებულების ხელფასები და ამ კითხვის შემდეგ ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ დასაქმებულთა უფლებებზე და იმ დარღვევებზე, რომლებსაც სამწუხაროდ ჩადიან დამსაქმებლები. მე არ მინდა კონკრეტულად დავასახელო ობიექტები, არ მინდა კონკრეტულად დავასახელო დიდი სუპერმარკეტები, მაგრამ ალბათ ჩვენი მაყურებელი ბატონიკა მიხვდება, რაზეც საუბრობს და როგორ მონებრივითაც ამუშავებენ ადამიანებს, რომლებიც დილიდან საღამომდე დასაქმებულები არიან, გნებავთ გამყიდველი, გნებავთ რეცხავი, გნებავთ მიმტანი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, გნებავთ მოლარე, აი იმდენად უხეშად არღვევენ დამსაქმებლები აი ამ ადამიანის უფლებებს და ადამიანების უფლებებს, რომ აი რამდენიმე დღის წინ პოსტიც დავდეთ ჩვენ ობიექტივმა და ძალიან ბევრი კომენტარი წამოვიდა, ადამიანები ღიად საუბრობენ უკვე იმ პრობლემებზე, რომლებსაც აწყდებიან ყოველდღიურად და აი ამათაც ხომ სხვა გასაქანი რომ არ აქვს ადამიანს, რომ სხვა სამსახური მოძებნოს, ხო ბატონიკა, ალბათ დამეთანხმებით არ აქვს ყველა ადამიანს იმისი განათლება, რომ წავიდეს და სხვა სამსახურში იმუშაოს, საბამისად მიდის მარკეტში, შესაბამისად მიდის სხვადასხვა ობიექტზე, ხო, მიდის მრეცხავად, მიმტანად, არ აქვს მნიშვნელობა მოლარეთ. და შემდეგ ისი აღმოჩნდება ხოლმე, რომ საათებს ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, რამდენი საათი, 12-13 საათი უწევთ მუშაობა. და მართლაც მათხოვრულ ხელფასზე მონებივით ამუშავებენ დასაქმებული ადამიანები. ეს არის ძალიან სასწრაფოდ გამოსაძიებელი ამბავი. და კანონი მისაღები ამ თემაზე. ჩვენ ობიექტივი გავაგრძელებთ ამაზე გადაცემების ციკლს აუცილებლად და მეც თითქმის ყველა გადაცემაში ვისაუბრებ ამ ადამიანების პრობლემებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ჩვენს ქვეყანაში აი ეს მნიშვნელოვანი საკითხი. მოდით მანამდე ვისაუბროთ იმ გაძვირებულ პროდუქტზე, მედიკამენტზე, ბენზინზე, აი ასეთ კურსზე, რომელიც ყველას გვაწუხებს, ხო? რა არის გამოსავალი ბატონიკა? გადავხედოთ ახლა აი ამ ფასების თემატიკას იგივე საკითხი მოსცირებს უკვე წლებია საქართველოში გვაქვს ძალიან მაღალი ფასები და რეგიონში ჩვენთან არსებული ფასები მომსახურებაზე და პირველადი მოხმარების პროდუქტზე არის ძალიან მაღალი და რეგიონის ეკონომიკურ ქვეყნებს გულისხმობს სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, თუ გინდათ უკრაინას, თურქეთს, რა თქმა უნდა ძალიან მაღალი ფასები გვაქვს. მოდი ახლა შევხვდებით რა პარადოქსების ეკონომიკა გვაქვს ჩვენ ეკონომიკური გუნდი, როგორ ეკონომიკას მართავს, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ხო, როგორც წესი თუ ეკონომიკური ზრდა რეალურია და მარტო ციფრები და რა გამოხატული და რატოა ციფრები გამოხატული, ამასაც ახსნით ორი სიტყვით.
მაშინ დასაქმება უნდა იყოს მაღალი, მაგრამ ახლა ერთი კუთხით გვიქვეყნებენ იმას, რომ ეკონომიკურის და მაღალია 11%-ია ციფრები და ასე გამოისახება და აგერ სტატისტიკის დეპარტამენტი გვიყენებს იმას, რა ქვია, აქვეყნებს მონაცემებს, რომ იმერეთის რეგიონშია მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოციალურ დაუცველთა ბაზაში არისო და კიდე მეტი ითხოვს დახმარების მიღება. რა პარადოქსია მაშინ ეკონომიკური კეთილდღეობა თუ არის და მაღალი არის მთლიანში და პროდუქტი გვესდება, მაშინ დასაქმების ის უნდა გვესდებოდეს. რაღაც შეუსაბამოა. ხო რაზეა ეგ საუბარი, პატივისცემა მოსახლე აქ საუბარია. იმაზე რომ ეს არის მხოლოდ შალი ციფრები, გამოწვეული ამ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ან სანქციების გამო საქართველოში მოიმატა თვითების რაოდენობა და ეს ჩანს სტატისტიკურ მონაცემებში და აღრიცხვებში და უბრალოდ ეს შედის ერთეული ადამიანების შემოსავალში, დაახლოებით მოსახლეობის 50%-ია, რომელიც ფაქტიურად ამ თვითნაკადებით მდიდდება, მაგრამ ეს არ აისახება მთელ მოსახლეობაზე, ხო თქვა ასე. ამიტომ გამომდინარე აქედან ფასები მაღალია და ახლა ამ გამოიწვია ეს ფასების სიძვირე. აი ამის სამწუხაროდ შესწავლა არ აინტერესებს არავის, ჩვენ რამოდენიმეჯერ ქონდა კრიტიკული განსხვავება, ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა, როგორც შევძელით მოვიპოვეთ ინფორმაცია და ეს საოცარ ამის მივადეგით და მივაგეით, რომ აი ახლა რომ შევიდეს სახელმწიფო შემოსავლების სამსახურში დაუშვა და იყოს ესეთი მთავრობის ხმცელობა და რეგულაციები ამ ფასებს თავისუფლად შეუძლია ამ ფასების განახევრება, რაც მარკეტებშია. ანუ ესეთი საინტერესო მოვლენა ძეს, რომელსაც მარკეტი ღებულობს 2-2.20-იანი ინოისამდე მეტ ფასში არ ღებულობს სუპერმარკეტების ქსელებზე მაქვს მე იგივე 2 ნაბიჯის მარტივზე აიღეს პარი თუ რაც არის. და შემდეგ ზუსტად მინიმუმ 100%-ია იმ დანარიცხი და 200-300%-ია იმ დანარიცხებით ყიდიან ეს ზეთი იქნება დავუშვათ სხვა მოხმარების პროდუქტები. სწორედ მაგას ვაპარაკობ ბატონიკა. ამდენი მოგების ფონზე რომ ადამიანებს უხდიან მონურ ხელფასს. დავასრულებ და გადავალმაქ თემაზეც ხო. ანუ ფაქტიურად ახლა ეს ციფრები არ დამსიზმრებია პატივისცემული მოსახლეობა, რაც ის შევძელი მოპოვება, ნაცნობობით, იმ და სახელმწიფო მედიბერკეტებია. ანუ მე რაც მესმის და რაც ვკივა ჩვენ ქვეყანაში ხო არის მარტო ერთი ძახილი, კოცინაცი, რაღაც მიტინგები და არავინ არ გამოდის საერთოდ არც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ვერ ნახე მიტინგი ამ ფასებთან პროტესტი და არავინ არ სწავლობს რომ არ შეიძლება, როდესაც მსოფლიოში ასეთი სიტუაცია ვაჭრო მსოფლიო ორგანიზაცია მოშლილია, სატარიფო პოლიტიკა მოშლილია, შემოიღე რეგულაციები, რომ მარკეტს არ კონდეს უფლება, რამოდენიმე 30 სახეობის პროდუქტზე 10%-ზე მეტი არ დაარიცხოს ამაზე რა დანარჩენზე, რაც უნდა დაუშვათ დაარიცხოს. ახლა ვიღაც თუ ფეშენებელი დაუშვათ შოკოლადი უნდა მაგალითად იყიდოს, გაბატონო დაარიცხოს 200%, მაგრამ ის რითაც მოსახლეობა იკვებება ზეთია, ხაჭოა, ძეა, ნახეთ 100%-ზე მეტი აქვს დაარიცხვა და სად იყვება სახელმწიფო ჭყალებში ვთქვათ ამ შეკითხვას, ხო, როცა შეიძლება. ახლა ვხედავთ რომ ამ სუპერმარკეტებს ახლა ცნობილი სუპერმარკეტების ქსელებს მოგება 8 მილიონი 12-15 მილიონი დახურა, ხო? ახლა შიგნით რა ხდება? იგივე საბანკო სისტემაში დასაქმებულებს, აი ბანკებში ვიძახე, ხო? ახალგაზრდები აიცი მუშაობენ, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ხელფასი, იგივე სუპერმარკეტებშიც ახალგაზრდა გოგოები, ბიჭები 4 საათით განან აი მოეძახიან მუშაობის პერიოდში ინაცვლებიან ფეხზე. შეიძლება უფრო მეტიც ბატონო. არ არსებობს რეგულაცია, რომ არ შეიძლება ვენებისთვის 2 საათზე მეტი არ შეიძლება თანამშრომლობა ჩაენანოს შენაცვლოს. რეგულაციები, სხვა საათი აქ ქსელები, კერძოებს გულისხმობ. მე ვიცი რომ იცით ფარმაცევტებსაც 24 საათი თამუშავებენ და ეს არის ყოვლად მიუღებელი. ყოვლად დაუშვებელი. ფარმაცევტს რომელსაც წამალთან აქვს შეხება, აი ყოვლად მიუღებელია 24 საათი მუშაობდეს ფეხზე დგომით. დიახ, მე საერთოდ ადრე ამბობდი ხომ რეცეპტს რა შეიძლება გაკეთდეს, დასაქმება გაიზარდოს, ხელფასება მოვიმატოს, მაგრამ შემდეგ ერთი პერიოდია შევწყვეტო თუ და მარტივ რეცეპტზე ახლაც გათხოვ, ხო, გაგეტყვი ახლა დავუშვათ, ხო, თუ აინტერესებთ რა ვიცი, ეკონომიკის გულსა თუ არა, მაინც არაფერი აინტერესებთ, როგორც ვიცი, მაგრამ თვითონ არიან მცოდნეები, შეუძლია ჩვეულებრივ მარკეტებს შესაბამისი ფართის მიხედვით თავისი რეგულაციები და წესებს ამდენი დავუშვათ გასასვლელი უნდა ქონდეს სალაროსთან. იმ სალაროსთან არის ბევრი გასასვლელი, მაგრამ რაღაც ორი მუშაობს და რიგ
მიგებია ყველა გასასვლელთან უნდა ისდეს თანამშრომლები, ეს თანამშრომლები უნდა ენაცვლებოდეს კონსულტანტები, ამათ რომ ფეხზე 2 საათის მეტი კონსულტანტი არ იდგეს და შესაბამისად ხელფასებიც მოუმატა. ხო, და მოგებები საკმაოდ ბევრია და ბევრი კიდე სხვა რეგულაციები შეიძლება ამ კუთხით, რასაც დასაქმებას შეუწყობს ხელს და რაც ხელფასის ოდნავ მატებასაც მოუწყობს ხელს და არ გვექნება ესეთი მძიმე სიტუაცია. ეხლა მეორე პრობლემა რაშია? ეხლა ამასინად გამოვიდა რომელიღაც ექსპერტი ეროვნული ბანკის ამბობს, რომ იცი და ინფლაცია 2%-ს მიუახლოვდა და ეხლა გადაცდება 3-ს მიუახლოვდა ჩვენ ვერ შეცვლით რეფინანსირების განაკვეთს არ აკლებენ დაბლა. თქვენ ოჯახ აშენებულობა ისედაც მაღალია ფასები. ახლა ფულის გადასახადია ხო რეფინანსირების გაგალა, სესხის გადასახადი. ესეც აწევს ამხელა. და ახლა კარგად თუ ჩაქერქად რატომ მოვყევი მე ისა? დღეს რა ინფლაციაც არის მიუხედავად იმის რომ ამხელა ფასები და ისტორიას არ ახსოვს რომ კიდრი და პამიდორი 12 და 16 ლარი ღირს და ხვას არ იღებს არავინ. ეს არის მოგების მარჟის ამატებული. აი თვითონ იმპორტიორის მიერ დამატებული მსხვილი მოგება, აი რასაც ახლა ვთქვი რომ ამატებს თვითონ სუპერმარკეტები ამ ფასს და მოგების მარჟი. ეს არ არის ეროვნული ბანკის დანაშაულები, რომ ინფლაცია დაუშვათ ეხლა არის, ამხელა ფასები არის, ეს ფულად საკრედიტო პოლიტიკიდან გამომდინარე პრობლემა არ გახლავთ დღეს. რომ იყოს ჩვენ ამაზე ვისაუბრებით. ამის რეგულაციაზეა საუბარი და როცა იცის იმ ეროვნული ბანკის ექსპერტებმა არ ვიცი ახლა ვინ წერენ ამ ანალიზებს, რომ ეს არის მონეტარული პოლიტიკით გამოწვეული, ეს ინფლაცია თუნდაც რაც არის ახლა 2%, კეთილი უნდა ინებონ და უნდა დააკლონ რეფინანსირების განაკვეთს, რომ ამ კუთხით მაინც შეუმსუბუქდეს ბიზნეს გადასახადი ფულზე. ხო, ფასები მაღალია, ფულზე გადასახადი მაღალია, თვითონ სახელმწიფო დაბეგვირება რა პროცენტის არის ვიცი და რა თქმა უნდა ფასები მოიმატებს და გაძვირდება, რაც არის არასახარბიელო მდგომარეობა. აი ესეთი გაურკვევლობაზე ჩვენ საუბრობთ წლებია, მაგრამ არაფერი არ სწორდება, ცხოვრება მიდის ინერციით და მე მithumas გავაკეთე გუშინ წინ სტატია გამოვაქვეყნეთ მსოფლიოში, აი პირველ ქვეყანაში მინიმალური პროცესები და შემდეგ აღარ ახსენით რა გავლენებს იქონებს, ბოლომდე არ გავხსენით თემა, რა გავლენებს იქონებს საქართველოს ეკონომიკაზე, რომ ესე ბრმად ინერციით მიდის მიედინება ცხოვრება. კიდევ ერთხელ ვიძახე, დღეს გახლავთ აქ 13 მარტია, ხო? და ზუსტად 6-დან 8 თვე მომიცია თუ როგორ შეიძლება ფინანსური მდგომარეობა, ვალუტის კურსები, რეზერვებში რა მოხდება, თუ გონზე არ გავახელთ თვალებს და არ გავაკეთებთ იმ პროგნოზებს, რა შეიძლება მოხდეს მსოფლიო ეკონომიკაში, რა ელოდება მსოფლიო ფინანსურ სისტემას და როგორ შეხვდებით ჩვენას ამ წლის ბოლომდე რამდენად მდგრადი და სტაბილური იქნება ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომ მართებს ეკონომიკურ გუნდს, თქვა ასე რეკომენდაციას რომ კარგად ჩაიხედონ დღევანდელი ფას წარმოქმნაში, რაც გვაქვს ჩვენ მაღაზიებში და დროზე დააწესონ რეგულაციები. ნუ თუ უნდა დავეხმარებით, თუ უნდა თვითონაც გაართვევენ თავს, თუ პოლიტიკური ნება იქნება. და დაიღალა მოსახლეობა ამ პოლიტიკური ძიძგილაობით, რომ ესაც ბოლო არ უჩანს და არც შუქი უჩანს გვირაბის ბოლოს, ამიტომ ჯობია რომ სტუდიებში საერთოდ განსახილველი თემა იყოს და რაღაც ჯგუფები შეიქმნას სერიოზული ანალიტიკოსების ან ექსპერტების კუთხით, რა თქმა უნდა რომ მთავრობას ცოტა უთხრათ ეკონომიკურ გულს უთხრათ, რომ ეს ასე არ შეიძლება უკვე შევდივართ იმ ეტაპებზე, იმ დონეებზე მივდივართ, რომ შეიძლება უცებ ყველაფერი ჩამოგვეშალოს და სოციალური აფეთქება მიღელოს და თვითონ მაგათთვის არის კარგი რომ და რაც შეეხება დასაქმებულებს ბატონო. ხო, დასაქმებულებს რაც შეეხება. თქვენი საუბრეთ იმ მოგებაზე, რომელსაც იღებენ დიდი მარკეტები, ხო? ანუ ფაქტიურად 3 და 4 ფასები აქვს თითქმის ყველაფერს. კიდრი, პომიდორი მართლა ეხა გამახსენდა თქვენ რა საუბრობთ, არც ერთ წელს არ ყოფილა 12 და 15 ლარი, ოღონდ მართლა. აი იმდენად მაღალი ფასები აქვს. შესაბამისად, აი ასეთი მაღალი ფასების ფონზე, როდესაც მოგება რჩებათ ძალიან დიდი და იქ დასაქმებულ ადამიანებს ამუშავებენ მონებივით და მონურხელფასუხდიან. ანალოგიურად ფარმაცევტული კომპანიები, ანალოგიურად სხვადასხვა ობიექტები.
ხო, რა თქმა უნდა, ეს არის მახინჯის სისტემა, რაზე ბრძანეთ, ეს არის არ ახალი, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, ჩვენ ამას დღეს კი არ ვსაუბრობთ ამ სტუდიაში. სულ იყო საუბარი, მაგრამ არ ვიცი, ისაუბრეთ, ძაღლი ყებს, ქარავანი მიდის, მაგრამ მე არ ვიცი, ახლა როდემდე გაძლებს ადამიანების მოთმინება. ბოლო-ბოლო მე არ გამორჩევ თვითონ ის გინადის სათბურები, საიდანაც შემოდის, არ ვიცი, ან მითითება აქვს, რომ ამაზე ნაკლებად არ ვიცი თუ თვითნებურად ადებენ ფასებს, ეს არის გამოსაკლები, გამოსაძიებელი, მაგრამ არ არის პოლიტიკური ნება, რომ ეს გაკეთდეს და არა და ეს არის გასაკეთებელი. მე ვამბობ, რომ 6-8 თვეში გვექნება უფრო თუ მძიმე შედეგი. თუ იმის იმედი აქვს ახლა, რომ აგერ გაზაფხული მოვა და ადგილობრივი პროდუქცია ცოტა დააწევს ფასებს, კი ბატონო, დააწევს ის ფასებს ცოტათი, მაგრამ მე გეუბნებით, თუ ამ მიდგომით გაგრძელდა და ნოემბერში, დეკემბერში გვექნება იმაზე დიდი ფასები, ვიდრე ჩვენ გვაქვს დღეს. ხო და მე ვამბობ, მივდივართ ნელ-ნელა სოციალური აფეთქებისაკენ, ხო და არავინ არ აქცევს ყურადღებას ამას სამწუხაროდ. ნუ ალბათ ქართველი ხალხის მოთმინების ფიალაც კიდევ არ გავს, კიდევ დიდია, მაგრამ ეს დიდი რომ გაივსება და როცა გაივსება, არ ვიცი როდის იქ მოხდება, ნუ შემდეგ შეიძლება როგორც აი გასკდეს დაგუბებული ნიაღვარი და შემდეგ უკონტროლო პროცესები დაიწყოს. ყველა შემთხვევაში მე ვერცეთი დღეს პოლიტიკური პარტიიდან და ვერცეთი არასამთავრობო ან ამე საზოგადოებრივი ჯგუფებიდან ვერ ვხედავ იმის ცდილობას, რომ ეს თემატიკები წამოწიოს და არგუმენტირებულად ისაუბროს და მიუთითოს იმ დარღვევებზე, სად რა ხდება. მე სადაც შევძელი და მივაკვლიე, ჩავწვდი ამ მინუისებს, ამ ფასებს და ძალიან დიდად გაუცებული დავჭი, პირდაპირ გითხრა და აქ რაღაც სხვა რამე ხდება. კიდევ ერთხელ ან არის, ესე იგი შეუზღუდავი მადა მარკეტების ქსელების, რომლებაც აწიეს ფასი ფაქტიურად და მოსახლეობას ამ დღეში ამყოფებენ, ან არის მითითება, რომ მოდი თქვენ აწიეთ ფასი და მე რა ვიცი, ან ჩვენ ჩაგვირიცხეთ ის თანხები პარტიებში რაღაცა გარიგება, არ ვიცი, ყველა შემთხვევაში რაშია საქმე, თუმცა იმდენად მაღალი პოლიტიკური ნება რომ იყოს ესენი ეს და თვითონ არ ვიცი, ახლა მე რომ თავობაში იყო დავინტერესდებოდი და რა თქმა უნდა მოსახლეობას ეს გადაწყვეტილებები შეიძლება თვითნებურად, მაგრამ იმიტომ ვიზახე სახელმწიფო, იმიტომ ხარო შენ ჩარიო და არ გინდა რომ ჩვენი მოსახლეობა შენს მიმართ კეთილგანწყობილი იყოს, ხო, როდიმდე უნდა იმუშაოს იმ პრინციპა, რომ აი მე თუ არ ვიქნები, მაშინ ის უარესი დაგიბრუნდებათ რაც იყო. დაიღალა რეალურად ხალხს არც ერთი უნდა და არც მეორე უნდა, მაგრამ რომ ვაცოცხლებენ იმ ყოფილს, მიტოვა ესეთი სიტუაცია. თუმცა ის იყო რაღაც საშინელი რეჟიმი, რომელიც მართლა არ გვინდა და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ის რეჟიმი არ დაბრუნდეს. ხო, თუ აკვირდეთ, მე ცოტა არ მინდა ხა პოლიტიკაზე აგადავდივარ, ცოტა საუბარში, იმიტომ რომ განაჩემი აზრი არა მაქვს და არ მინდა მე უყურებ ეკონომიკურ კუთხით და მინდა რომ ეკონომიკა შეიძლება ამის დარეგულირება და გაუკეთო ისე, რომ ერთ თვეში მოსახლეობას ფასები ზუსტად გაუნახებდეს მინიმუმ რაც მაღაზიაში ამ რეგულაციებით. კეთილინებონ მოიგონ 1 მილიონი, ნუ გაიგებენ იმ 15-20 მილიონს და დააკლონეს ფასები თურე. უარესი მდგომარეობა იქნება ახსე, უმშევრობა ჩვენთან დღეს ისედაც არის, ხო? ఇలా კი არ გითხარით ის მონაცემები, რომ იმედის რეგიონში 40%-ზე მეტი სოცდა, რომ ისინი ფაქტობრივად უმუშევარი ადამიანი და ბიუჯეტის ხარჯზე ზის ხო ეს ადამიანი. ასე თუ ამორჩევლად შემდეგ რომ გამოიყენებენ ხო და ესა ხო იმუშევრობებს ხო რაც ახლა ეკონომიკური პროცესები მიდის საქართველოში, მე ვერ ხედავ, რომ რაღაცა გაკეთება. ხო, ერთი არის ის ყადაღებული ანაკლიის თემა და რაღაც გონიაში 6 მილიარდი ინვესტიცია შემოდის, რომელიც ბუნდოვანია, ის შემოაგ რა უნდა გაკეთდეს, ფაქტიურად ეს გაჟღერდა და გაჩუმდა. იმის არ იყოს ქუთაისში აშენებდნენ ელექტრომობილების ქარხანას და გაქრალის დაპირებად შემდეგ და არავინას არაფერი არ გაუკეთებია. ხო, კარგია ხო თუ იქნება გასაგებია დასაქმების ხმალ ეს ანიშნავს იმას, რომ თელი მოსახლეობა დასაქმდება აქ საუბარია და ახლობით 10,000 ადამიანის 10-დან 20,000 ადამიანის დასაქმებაზე. ხო, ეს დასაქმების პრობლემას ვერ მოაგვარებს, დასაქმების პრობლემას აგვარებს რეალური ეკონომიკა, რეალური ინვესტიციები თუ არ შემოგდის ინვესტიციები და არ შემოგვივა მიმდინარე პოლიტიკური პირობების გამო შეუნდა იყოს სახელმწიფო ინიციატორი რომ გააკეთო ინვესტიციები, შემოუშვა ინვესტიციები, თუ გადადიხარ და აყოლია თავშად ჩვენი ფინანსური სისტემა ფეხის ხმას რომ ციფრული ვალუტა უნდა შემოვიდეს, შემოვიტანოს მაშინ დროზე არეგულოს სახელმწიფომ ჩაუშვას ეს ვალუტა მიმოქცევაში თვითონ გასაზრდოს და არა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ რამდენი უნდა შეუშვას ეკონომიკაში, რამდენი ამოიღოს
და ყველაფერი ასეთი მართული პროგრამებით ერთი წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია რეალური შედეგი მივიღოთ, მაგრამ ჩვენ ამას ახლა კი არ ვსაუბრობთ, ნათია სტუდია ჩვენ ამას წლები არ ვსაუბრობთ, მაგრამ ხო გეუბნები არავის არ აინტერესებს სახალხი რო ლაპარაკობს, მოდი მოვიწვიოთ დავშე და მარას ხვდა ხოლმე როგორ გავაკეთოთ, როგორ აჯობებს. ნუ არ ვიცი, ალბათ რო არ არის ხალხის პროტესტი შესაბამისად ხელისუფალი ეკონომიკურ გუნდების ხელობაში ფიქრობს, რომ ამ ხალხს არაფერი არ შესაბამისად ყველაფერს კადრულობს უკვე კერძო კომპანიები. მე მინდა ასევე ვისაუბრო დღეს სადაზღვო კომპანია ალდაგზე, აი ასე პირდაპირ მინდა დავადანაშაულო იმაში, რასაც კონკრეტული ადამიანების მიმართ აკეთებს და პირდაპირ დანაშაულს ჩადის, რომ ხალხს არ უნაზღაურებს იმ ზარალს და იმ თანხებს, რომელიც ეკუთვნით აი კონკრეტული кейსი მიჭირავს ხელში, რომელსაც კიდევ უფრო მეტად გავასაჯაროვებ, რომ ჯამში ყოველთვიურად ალდაგი კონკრეტული ადამიანისგან იღებდა 1000 ლარამდე და შემდეგ, როდესაც დაზიანდა ავტომობილი, არაფერი არ აუნაზღაურა არც ერთ ავტომობილზე ალდაგმა და აი პირდაპირ ვიძახი, რომ სადაზღვო კომპანია ალდაგი არის დამნაშავე ადამიანებს როგორც ეკცევათ. აი მე არ ვიცი, ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება გავუკეთო ადამიანს და როგორ შეიძლება რომ ამის შემდეგ რომელიმე აი ვინმე ნებისმიერი ადამიანი მივიდეს ალდაგში და დააზღვიოს რამ. როდესაც აი გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტული кейსი მაქვს და მე Facebook-ზეც გავასაჯაროვებ ამ ყველაფერს, რომ ყოველთვიურად ძალიან დიდ თანხას იღებდა ადამიანისგან, რომელსაც 2 ავტომობილი ყავდა დაზღვეული და შემდეგ, როდესაც გაფუჭდა ეს ავტომობილი, ფაქტიურად არაფერი არ აანაზღაურა და აქეთ დებს ადამიანს მიზეზებს და შარს. ეს არის დანაშაული პირდაპირ, აი პირდაპირ ეთერში ვიძახი ამას და აუცილებლად მოკლე ხანში სახელით და გვარებით Facebook-ზე და სხვადასხვა გვერდებზე გავასაჯაროვებ იმ ყველაფერს, რომელსაც სადაზღვო კომპანია ალდაგი კადრულობს და ზოგადად აი ეს კერძო კომპანიები, რომლებიც ძალიან ასე რომ ვთქვათ, ჩაგრავენ ადამიანებს, განსაკუთრებით 2 ნაბიჯი კიდევ სუპერმარკეტი, რომლებიც აი კონკრეტულად ზეწოლას ახდენენ დასაქმებულებზე, ამუშავებენ მონებივით მძიმე ყუთები, აი ესე იგი ყუთების გამტანიც ერთი ადამიანი უნდა იყოს, დამლაგებელიც, მოლარეც და ასე შემდეგ. სად ცხოვრობთ ხალხო? რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? აი მართლაც რომ 10 მაგირჩებათ ამ ფარმაცევტულ კომპანიებს, სუპერმარკეტებს, გინდა სხვადასხვა ობიექტებს, ხო? და შემდეგ ამ ადამიანებზე იყრით ჯავს ასე? მივესალმები მაყურებელს, რომელიც პირდაპირ ეთერშია და გველოდება. გამარჯობა. გამარჯობა გენაცალე, გამარჯობა. გამარჯობა. ეხლა ვის რა უნდა მოვსთხოვოთ, სისტემა არ ვარგა. სისტემა ჩამოშლილი ყველგანს, რომელ კუთხეშიდაც არ უნდა შეიხედო. როცა მატლიან პეჩენიებს და გაარჩევენ საწყობებში და გასტრონომებში გამოაქვთ იდიან, რაზეა ლაპარაკი აქ? თავრობა არ აქვს. მადლობა. დიახ. ლაპარაკი ზედმეტია შვილო. გასაგებია, მადლობა, ძალიან ბევრი ზარია ეთერში, მოდი ბატონიკა დაუთმოთ მაყურებლებს. რომ მოგესალმებით, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენ ალდაგზე საუბრობდით, ამათი წლის წინ მე შევენშეხე პრობლემას, ონკოლოგიური პრობლემები გამიჩნდა და არაფრისებების არაფერი არ ამინასწავლეს გეთანხმებით, მაგრამ მაგას კიდე რა უჭირს, ახლა კიდევ ძალიან დიდი უსამართლოებები ხდება. მე ვარ პროფესიით რეაბილიტოლოგი ვარ. ხოდეჭელი კლინიკა დავტოვე და კლინიკა ჰელთში გადავედი, მიმიპატიჟეს დამამტკიცეს და თურმე ასეთნაირად აფერისტობენ, კარგ სპეციალისტებს გვამუშავებენ, უხელფასოდ რამდენი წუთს გაგვიძლევს ნერვი.
ხო და შემდეგ უხელსფასოდ ვაგდებენ. ამჟამად ჩემით კარგად 1-3,000 ლარი მართებს და უხეშობენ, თავხედობენ, მუშაობის უფლებას არ მაძლევენ, მიულეთნიზე ვიმყოფები ამჟამად და ხელფასებს არ გვაძლევენ. ეს უკვე დამუშავებული აქვს. ჩემამდეც 1-3 სპეციალისტი ესე გაუგდიათ თურმე. ხო და სახელი შეიცვალეს. წარმოგიდგენიათ რები ხდება, აი მართლაც აი ყოველთ მიუღებელია ის ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ. კი, ალდაგი, მეც ალდაგზე ვისაუბრე. გავეხუმრე ასეთნაირად, რომ სახელი შეიცვალეს, რადგან სახელი გაიტეხეს და პუაჟი დაირქვეს და მელია სახელი შეიცვალოს და ლისტაჟი შეირქვას მეთქი რა ხასიათ შეიცვლის მეთქი. მისახედები არიან და მე მივხედავ ამას. მადლობა, დიახ, მადლობა. ესე იგი, მოდით კიდევ მივიღოთ მორიგი მაყურებელი, რომელიც ხაზია და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. საღამოშტობის მოგესალმებით. Алло, გამარჯობა. დიდი მოდიში რატომ არის გათიშული? თქვენი გადაცემათი იყო გათიშული. არ ვიცი, ჩაოლებრივ რეჟიმში მიმდინარეობს პირდაპირ ეთერი, ვერ გეტყვით. დიახ, ბატონიკა, თუ შეიძლება რომ განვაგრძოთ. კი ბატონო, მოგახსენებთ ხა 2000 სიტყვით ვიტყვი მდგომარეობაზე რა ხდება დასაქმებულსა და დამსაქმებელ შორის, რა თქმა უნდა, შექმნის სიტუაციის გამო, რომ თვითონ ბიზნესმაც არ იცის რამდენი ხანი იმუშავებს, როგორ იქნება, გაურკვევლობაშია. ხო, ისინი ცდილობენ, რომ ისეთი კონტრაქტები დადონ დასაქმებულებთან, რომ მარტივად თავის ტკივილის გარშე თქვა და ასე მოიშორონ თავიდან, ხო? სწორედ ამიტომ არის ახლა რამოდენიმე გულის ტკივილი, მაგრამ რაც შეეხება იმ ქალბატონს, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში მუშაობდა ამ კუთხით, ფიქრობ, რომ კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის ინსპექცია და არც უნდა მიმართოს მას და ისინი დაურეგულირებენ, ისინი ამოწმებენ ამ კუთხეს, რამდენადაც მე ვიცი და ძალიან კარგად ამოწმებენ ამ კუთხეს. მაგრამ უფრო მძიმე სიტუაციაა სხვა სექტორში, ფაქტობრივად დასაქმებული როგორც კი პრეტენზიას გამოთქვას და ეძებს სამართალს, მეორე დღეს ის აღმოჩნდება ქუჩაში და მისი გამკითხავი არავინ არ არის. აი ესეთი ფაქტები არის, რაც შეეხება ჯერებას, რა ქვია, სადაზღვევო კომპანიებს, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, სხვა სადაზღვევო კომპანიის კეიფსებშიც არის ეგეთი შემთხვევებში, ახლა რას ნიშნავს, ხო და რასაკეთებს როდესაც შენ ამდენ თანხას უხდი ხომ და შენ გონია რომ დაზღვეული გაქვს რაღაცა კონკრეტული ნივთია, ავტომობილია, რაც არის არა აქვს მნიშვნელობა ხომ ბატონიკა და შემდეგ როდესაც დაზღვეული ყავს იცი და მოგიბრუნდებიან, გაფუჭდება, მოგიბრუნდებიან და ზარალს არ გინაზღაურებენ, ეს არ არის დანაშაული. აი გეტყვით ახლა მოსახლეობისთვის რომ იყოს გასაგებს, და სადაზღვევო კომპანია არის ინსტიტუტი, რომელიც გიზღვევს რისკებს, ხო რისკებით ვაჭრობს და ბიზნესი ეს იმისთვის, რომ ის ცდილობს, რომ გითხრას, აი, მოდი მე დაგიზღვევ, თუ რამე გაგიფუჭდება, ჯანმრთელობა იქნება ავტომობილი ან ქონება, მე აგინაზღაურებ და კარგად ჟღერს, მაგრამ იმ პუნქტებში გიდებს ისეთ მუხლებს, რომ დიდი ალბათობით თუ ზარალი გექნება, რომელიღაც პუნქტი ირღვევა და ამის საფუძველზე შემდეგ ვარს აცხადებენ. ანუ სპეციალურად რა თქმა უნდა, აი, იმიტომ ვიძახი, რომ მთავრობას ჩვენ ყველა ამ სექტორში იქნება სუპერმარკეტები, იქნება მართებს რეგულაციებს და აი იმ კონტრაქტებში, რომელსაც შაბლონურად აქვს. შედგენილი. ხო, იგი ხო შრომის ხელშეკრულება. ეს არის სწორედ დანაშაული, ამაში უნდა ჩაიხედონ და ეს უნდა ცნონ. ხო, ყველა ხო ვერ იჩივლებს, ყველა ხო არ იცის დაუშვათ ეს თემა. ბატონიკა, ხომ არიან ადამიანები, ვინც არ იცის ეს ყველაფერი და ხელს აწერენ, ვერ იკეთებენ. ასეთი ადამიანები არის 90%. დიახ. კი არ არიან 90%-ია, რომ ოდესაც ბანკი ან სესრო აძლევს ან სადაზღვევო, ხო არავინ არ გითხრობს, ეს წვრილად წერია ისე, ხო ეს ასე რო შეეკითხება, ხო ეს კი წერია, ეს ამას ნიშნავს. ამიტომ მოსახლეობა რჩება ფაქტიურად მომხმარებელი, რჩება მოტყუილებული, ამიტომ უნდა რეგულაციები, ამხელა სამინისტრო, ამხელა შრომის ინსპექციაში დაამატონ ეს კადრები დაწერონ კანონი, რომ ეს უნდა შეესაბამებოდეს, თუ არ შეესაბამება, ითვლებოდესაც ანულირებულად და შეგედგებოდეს და უშუალოდ მომხმარებლის სასარგებლოდ და ანაფერი ვინც დარჩება ამ ბაზარზე 2-3 სადაზღვევო კომპანია გამშვილდება და სამაგიეროდ ხალხი იქნება დაცული, ხო? როდესაც არის 15 და 20 კომპანია და ხდება ცალ-წაშებში ყალებში მაიმუნობები, ხანდა ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის მიდგომაზე, ეკონომიკურ გუნდზე, მაგრამ ხომ გეუბნებით ბოლო პერიოდში, რასაც უყურებთ ბოლო 1 წელიწადია, ესენი გადასული არიან, აი კიდე ერთმანეთის ლანძღვაზე და არაფერი ესეთი ეკონომიკური თემა არ განიხილება.
ხო, აი, ასაც დავუშვათ ახლა ამას წინათ, ხო, მოხდა ჩვენ დავაანონსეთ გაძვირდება თხევად გაზზე ფასები, ხო, იმიტომ რომ თოვლი რომ მოვიდა, ჩაიკიდა 12 დღიანი პრობლემა იყო, ვისაც არ ქონდა მარაგები გააძვირეს და ლარი და 60-ზე ავიდა ისე თხევადი გაზის ფასი და მშვიდად კიდევ დარეგულირდება, თქო, დარეგულირდა კიდევ დღეს. ჩვენ ამ პერიოდში არ შეგიძლია როგორც ეკონომიკის მინისტრი ხა იცი რა ხდება მოწყვლადი სექტორი, რომ გადახვიდი აზერბაიჯანის პრემიერ თხოვ, რომ ერთი თვით მიეცინება გაზით მანქანები გამომატარე ტრანზიტით რუსეთიდან დაუშვათ საქართველოში არ ატარებს ის ამ მანქანებს ხო თავისი პოლიტიკურ ეკონომიკური შეხედულების გამო თვითონ გაზი და იტარებს მანქანას თავის გაზი უნდა იყიდო ხო შეიძლება ესეთი რამე გააკეთო ორკვირიანი რეჟიმი მოგცეს ჩახვიდე უცებ გადაწყვიტო ან ტელეფონიდან რაღაც აქტი გამოაცხადე არ აინტერესებთ გეუბნებით არ აყავთ მობილური ჯგუფი მიტო ვიზახი შეიძლება ნავთობპროდუქტებში საქმის გაკეთებას უნდა შეიქმნას სახელმწიფო სააგენტო და თავის ფუნქციები კონდეს და ამის პროექტიც გვაქვს არსებობს არაინ წლები ამას აღია 5 წელიწადია ვიძახით ხო და არის საკაზუბედურება და სედო და ეს რეგულაციები იგივე სადაზღვევო სექტორი იქნება იგივე მარკეტინგული სექტორი იქნება ხო არაფერი ფაქტიურად არ კეთება იტო გვაქვს ეს ფასები და გაზრდილი ეკონომიკა კიდე მეც გეტყვით თუ კიდე გაიზრდება ფასები ჩვენი ეკონომიკა კიდე გაიზრდება ხო თუ ამაზეა და ბატონიკა მაყურებელია მოდით მივესალმოთ საღამომში დაბის გამარჯობა გამარჯობა ქალბატონო მოგესალმებით გამარჯობა ბატონონიკა მე სულ რამოდენიმე შეკითხვა კი არ მინდა რომ დახმარება მინდა რაში თვითონ გარემოს დავწველი ვარ და სხვადასხვა პერიოდში ლექციებსაც კითხულობდი ტელევიზიით და იცით რა არის ატმოსფერო რომ დაბინძურებულია ეს ხო ფაქტია ეს ყველა ვიცით არის დიდი კატაკლიზმა და ძალიან ცუდი შემდეგ იცით რა არის ავტომობილები არიან აი ფილტრების გარეშე ძირითადად ახლა ჩემთვის არ არის კარგად ცნობილი თითქოს შემოვიდა ფილტრები და მე გავიდა რესპუბლიკიდან განიგეთ რა ძალიან ცუდია შემდეგ და ისა ნუ არ მინდა დიდხანს შეგაწუხოთ საწვავზეა ყველაფერი დამოკიდებული იცით საწვავი გაძვირდება თუ არა ნუ ბენზინზე აქვს საუბარი მომენტალურად ტრანსპორტირება ძვირდება და ეს იწევს ყველაფერს მაგას და ნუ რაც შეეხება ახლა მე პირველად ის ქართველი რომელსაც მშვიდობა მინდა პირველ რიგში თქვენთან ერთად და თელ საქართველოსთან ერთად და მინდა რომ აეწყოს ჩვენი ქვეყანა და იცით რა არის აი ახლა თქვენ საუბარს მე რო უსმენდი შტაბ-ეჭდილება დატოვა ძალიან კარგი ბატონონიკა და ახლა მე ხო საუბრობ ოჯახი მაქვს აბსოლუტურად ერთი სიტყვა ზედმეტი არ გიბრძანებიათ და აი თუ შეიძლება რომ ეს საკითხი ისე კი არა რომ ერთმანეთის შუღლით აი თქვენ ახლა ეს არ შეგეშლებათ არ ფიქრობთ რომ გვაქვს გარიგებთ მე სასაკოვანი კაცი ვარ და აი ესეთნაირად ჩვენ თუ წარმართავთ ამას საწვევი გაიაფთება შემდეგ ახლა ეს ფასები როგორ კეთდება რა კეთდება თქვენ უკვე ბძანეთ აღარ გავიმეორებ იგივეს არ შეიძლება ასე მკვეთრად და ნუ თავისთავად ხადი ამას არ მოყვება კარგი შედეგი იცით და ამიტომ მე აი სულ ფიქრობ რომ შესუხებული ვარ აი ეგედან გამომდინარე და აი თხოვნაა ჩემი ასევე თქვენი ქალბატონო ჟურნალისტი ბრძანდებით რომ შევხვდეთ თქვენ კოლეგებს უთხრათ აი ესეთ ეხლა მე არავის არ ვარიგებ თქვას მე ისე ხათაშორის პედაგოგიც კი ვიყავი მაგრამ დღეს ჯობია რომ ესე იგი საერთო აზრი კონდეს და ის ხალხი რომელსაც საქართველოსთვის ნამდვილად კარგი უნდა ეს ხალხი უნდა გაერთიანდეთ უნდა შეკავშირდეთ და მე გვეშველება რაღაცა და ისე რომ იმისავეთ არ იყოს ყიროვის ანიგის რო არის ლექსი ლებეთ რაკ და შუკა აი ესე თუ მოვიქეცით ბუნებრივი ამას კარგი შედეგი არ მოყვება მადლობთ ყურადღებისათვის და კარგად ბრძანდებოდეთ მადლობა დიახ რაც ახლა მოქალაქემ განაცხადა რა თქმა უნდა არ ახალია როდესაც საწვავის ფასის გაძვირება იწვევს მომსახურების გაძვირებას გადაზიდვებში შესაბამისად ფასების მატებას პროდუქტების ეს მულტიპლიკატიურად ხდება მაგრამ ჩვენ აი ერთხელ გვითხოვს და თვითონაც კონკურენციის სააგენტო დადასტურებს და დაწერა დასკვნები რომ საწვავის სფეროში სექტორში იმპორტი არსებობს კარტელური გარიგებები ხო შეთანხმებული ფასები კარტელური
გარიგებები ჩამოყალიბდა და აგერ ვამბობ გეუბნებით შეისწავლეთ ნახავთ მიხვალ დასკვნამდე თუა და მითხარით ცდებით ბატონო იგივე სუპერმარკეტების ქსელები ახლა ფარმაცევტების ქსელებში რო კარტელული გარიგება ეს რა თქმა უნდა მაგაზაგელ ღარიბაშუნა ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ყოფილმა რაღაც იწვალა იჯახირა და დაატყო ცოტა ამ ბაზარს ხელი მაგრამ წავიდა თუ არა ისე მოიმატა მედიკამენტების ფასება უკვე 30-40%-დან ნელ-ნელა მიცოცავს ეს ფასები კიდე ზევით ხო თუ მაშინ შეიძლება და რა ახლა არ შეიძლება როდესაც მედიკამენტზე არც გადასახადი გააქვს არაფერი გადასახადი არა არც დღე არც არაფერი პირდაპირ შემოდის ნულოვანი ტარიფით და უნდა იყოს ესე დაბალი ფასები ხო ამდენი აფთიაქი რა ამბავია თან რო შევხვალთ არსად ისეთი რიგები არ არის ჩვენს ქვეყანაში როგორც აფთიაქებში და ბანკებში ხო ყველა რაღაცას იხდის ყველა ავათაა ჩვენს ქვეყანაში და აფთიაქის ნახავთ მიხვიდეთ ამდენი რაოდენობისა რიგი არ დახვდეს შიგნით ძალიან იშვიათობაა ეს ხო შეეხება საწვავის ფასებს, გითხარით, რომ საწვავის ფასები რაც უნდა დაეცეს აღარ ავტობუს ფასი საქართველოში არის ერთი გარკვეული მარშა, რომ იმის დაბლა ფასები ვერ გაიყიდება და არ გაიყიდება, იმიტომ რომ აქაც იმპორტიორების სერიოზული ინტერესია, რომ გათქვა უნდა კარგი მოგება და მარშა გქონდეთ და მე გითხარით და ბევრჯერ გავაკეთე, კი ბატონო, კონკურენტის სააგენტო წვალოს გამოავლებს და აჯარიმებს, მაგრამ შემდეგ მიდის სასამართლოებში 2-3 წელი გრძელდება და თუ დააჯარიმეს 54 მილიონი, როგორც მოხდა 2015 წელს, საბოლოო ჯამში 4,5 მილიონი გადაიხდება ბიუჯეტში, შეუმცირდება ჯარიმები და ეს ზარალის გათვლილი აქვს იმპორტიორებს, ამიტომ ურჩევნიათ ყიდონ მაღალ ფასში, მოგატყიდონ დეზადორებში, პატივცემულო მომხმარებლებო, 10 ლიტრის მაგივრად ჩაგისხან 9,5 და შესაბამისად, თუ დააჯარიმებენ ამაზე, იმ ჯარიმასაც გადაიხდეს, იმდენი მოგება შედის და ამიტომ ვამბობ, რომ ეკონომიკურ გუნდს მართებს მეტი მუშაობა, მე არა ვარ ის ადამიანი, რომ ეხლა რაღაც ცვლილებები მინდოდეს დიდი პოლიტიკა, ხო შეიძლება რომ დაალაგდეს სიტუაციები შეგიძლიათ სამთვეში აი შექმნა ჯგუფები და რამოდენიმე სექტორში ფარმაცევტა, საწვავი, აი მარკეტინგულ მაშინ სუპერმარკეტებზე დაალაგოთ ამ სექტორებში სიტუაცია მაქსიმუმ 3 თვე და ფასები განახევდება და მოსახლეობა ამოისუნთქეს, ნუ თუ არ გინდათ რომ 90% მოსახლეობის ყავდეთ კმაყოფილი და ის 10%-მა ხო არ ვიძახი ვისაც შემოგვრო მშიერი იყოს ხო რომ ნახულობენ დაუშვათ წელიწადში მებატრონებდა 4-5 მილიონ ლარს სუფთა მოგებას ნუ ჩამოიყვანონ ის 1,5 მილიონზე 2 მილიონზე არ შეიძლება ამის დალაგება რა თქმა უნდა ყველაფერი შეიძლება მაგრამ ატომღაც ნება არა მე ვერ ვიტყვი რომ მაგათ ამის ცოდნა არა აქვს ხო თუ არა აქვს დაიხმარეთ ხალხი და ცოტა მცოდნე ხალხი მიიყვანეთ სამსახურებში არა აუცილებელი მაღალ პოზიციებს და მე მინდა რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა და მაინც მოწოდებები თქვენ ბრძანეთ რომ იქნება შედგესო ჯგუფიო იქნება რაღაცა ამ კრიზისიდან და რთული მდგომარეობიდან და თქვენ გააქვთ ამისი არაჩვეულებრივი გეგმაც და ხედვაც როგორ შეიძლება რომ გამოსწორდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ეს ეხება კაფეებს, ეს ეხება მარკეტებს, ეს ეხება აფთიაქებს, მაღაზიებს და ასე შემდეგ არსებობს ხომ ყველაფრის გეგმა და ყველაფერი არის ძალიან მარტივად დასალაგებელი რომ სამომავლოდ პრობლემები აღარ შეიქმნას ხო თუნდაც რომ რა თქმა უნდა ყველაფრის თუნდაც სადაზღვაო კომპანია რა თქმა უნდა არსებობს ყველაფრის გეგმა პროექტები მაგრამ ახლა თქვა ასე რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ეს საზოგადოებრივი ფენებიდან წამოსული გეგმები ამიტომ ახლა ეს რჩება როგორ ხმამაღლადების საშინაგი სურვილია შეიქმნას მაგრამ ვინ შექმნის ამ ჯგუფებს ხო ეს ჯგუფები განაბევნა 3-4 კაცია თითო ჯგუფში ნორმალური ადამიანი ჭკვიანი ადამიანი რომელსაც პრაქტიკული გამოცდილება აქვს და არა თეორეტიკოსი მარტო შეიძლება ერთი თეორიის სამი პრაქტიკული ბიზნესმენის უნდა იყოს ერთ-ერთი რა თქმა უნდა ვისაც გამოცდილება აქვს და რომ დაიწეროს სწორი შეხედულებები მაგრამ ეს რაღაც თუ რაღაც საზოგადოებრივ მოძრაობაში არ გაერთიანდა და მოსახლეობამ არ დაინახა რომ ეს ხალხი მოდის და რაღაც შემდეგ არ მიეცა ის არაფერი არ გამოათორე ეს რამდენი ძგნემდენი ვისაუბროთ სტუდიაში მოიწვიოთ ექსპერტები ვაკრიტიკოთ ხელისუფალი მაგრამ მე რა გვაკრიტიკეთ მაგრამ მაინც იგივე არის როგორც იგივე ანუ ეს ამიც ვერ შეცვლის ამაშია საუბარი ამიტომ თუ ვინმეს ახლა უნდა რაიმე სერიოზული ცვლილება და აქ დაუშვათ ამბიცია რომ
ის მოიძიოს შეხვდეს ამ ხალხს და აფინანსოს და უშუალოდ მოიწვიოს უმეტესობა თქო უნდა ენთუზიაზმით იმუშავებს არ არის ეს რამოდენია მეც ვიცნობ ჭკვიან ადამიანს რომ არ არის ხალხი რომ ხელფასის გულისთვის გააკეთოს ეს ყველაფერი ენთუზიაზმით და შემდეგ ყველაფერი ეს გამოფინოს და რომ დაინახავს საზოგადოება რაღაცა შეიძლება არხი და კალაპოტი მიეცეს ამას რომელიც გაყვება და გავა ბოლოს თორე ესე ცალ-ცალკე აქა-იქ ანთებული გულებით ვერაფერს ვერ მიაღწევ ვერაფერი შეიცვლება. მადლობა ბატონ ნიკა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გმადლობთ მოგზაურობისთვის ეკონომიკის დოქტორი ბატონ ნიკა შენგელია იყო სოციალური თემატიკის სტუმარი. დიდი მადლობა ბატონ ნიკას. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ. დარჩით ჩვენს არხზე. წინ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო გადაცემები გელით საინტერესო სტუმრებთან ერთად ნაყოფი. ნათი გადამიღე რა ისა